რა თქმა უნდა, ნებისმიერ რამეს რასაც გავაკეთებთ სახში, სანამ გავაკეთებთ, მანამდე მეთკიტი გვჭირდება, ანუ დომინო. ახლა შევიდეთ დომინოში, განახებთ ბეტონის ჩასასხმელად იდეაში რეები გვჭირდება, აბალოკა, არმატურა და საჭიმები და კიდე რაღაცები უნდა ვიყიდო მანქანისთვისა, სახლი მანქანისთვისა. ისინი შემოუტანიათ. გარეთ პლასმასის სამაგრები როა, ხო იცი რო დაადებ. და თუ განახებ ამაზე გეუბნეოდი და ის ხო ის რეზინები რო არის რა რაღაც ეს ავაკ ეს ნახე ამერიკული თუ ასხავთ ისეთ ბეტონს სადაც ერთი ადგინათ და დიდი არის და არ მუშაობთ ამაზე იდეაში სახლისთვის შეგიძლია რომ მეორადიც იყიდოთ რა აქ არის ახლები რომელიღაც არის ეს არის ახლები და არის კიდე მეორადები ანუ თავიდან როა გადაკრული რა ამის ექსპლუატაციისვა და უფრო მეტი არის და უფრო სუფთა ამის ექსპლუატაციისვა და შედარებით ნაკლებია რა მაგრამ როცა დიდ ბეტონს ასხავდა თითქმის ნახევარი ყვირს რა 110 და 59 ეს ანუ ეგ არის სხვაობა ეს არის უფრო კარგი ხარისხი ანუ ხარისხების ეს არის ტიტანი ანუ დიდ ხანს ძლებს მიხვდი ეს არის რომ მუშაობ მაგაზე წაიღე ჩაასხი გასვლა ხო და ეს გირჩევიათ ანუ იდეაში მეორადი აიღოთ ამას გადაჭრი აბალუკას ჩაუგდებ ესე გვერდებიდან აი კონსტრუქტორი ხო გითამაშიეთ ბავშვობაში დაახლოებით იგივეა რა უნდა იცოდეთ რომ შუაში დიდი წონა აწვება და უნდა გამაგრდეს ეს გარედანაც და შიგნითაც ისე უნდა გამაგრდეს საჭიმებით და იმით რომ ეს არც უნდა გავიდეს არც გარეთ და ამათ თუ გაბერა რომ მოხსნი ესე ალუმინის ქვაბები იყო ხოლმე ქელეხებში ხაშლავდნენ ხოლმე გამობერილი. ზუსტად ეგრე იქნება რა. ამას აიღოთ იდეაში როდესაც საჭიმები გვინდა კიდე. არმატურა უნდა აიღოთ და საჭიმები რაც იქენ აქვს რა. 1-20 წელი საჭიმები, 2.5 ის ხო? იდეაში ფიცრები, ეს ფიცარი გვჭირდება იმისთვის რომ ეს ისინი ხო დალაგდება ჩასასხმელი. და აქ შუაში აქეთ-იქიდან ზომას აიღებ რომ არ გაიქცეს თავი. და აქეთ-იქიდან დააშურუპებ რა, ცოტა მაღალს გააკეთებ, აქეთ-იქიდან დააშურუპებ, რომ ეს ზედა თავი აქეთ-იქ აღარ მიდის რა. ქვევიდან უკვე პეპლებს გავუკეთებ. ესეთი გჭირდებათ 10 წელი გადახერხავ, თუ რამე ფიცარი გიგდიათ სახში იაშიკისა, ოღონდ სქელი ისიც წავა რა. აქ ხო ის დავით ჩამოფასებულ ტავარს ვეძებ ხოლმე. განახო, გუშინებს ვიყიდე რა. 75 მინდა. სად არის 75-ები? არა, ესენი არა. სადღაც იქით არის, ხო, აი. ის დავითრიე. გამოც აი აქეთ, ხო. აი. 74 უნდა იყოს. ესენი არის პატარები. ეს გოგია. კონკრეტ სვამი. ესენი აი ესენი დავითრიე რა ეს რო გაამაგრებსო აქედან ის ჩამოვა ხვდებიდათ ესენ კიდე დავითრიე ორი ცალი უნდა ავიღოთ ეს რომ მოვდივარ ხო მოვდივარ სხვა რაღაცაზე მაინც მარშრუტისთვის ვავსებ ხოლმე ფეხსაცმელი მაგ ტალახიანები და არ დააკერხე რომ რამაზდამა გააფუჭებ და ტაშტი გვინდა რომ ჩავალბო რომ ეს ჭუჭი გაზდურეს გაიგე და ვედრა მასლა მაგიტო მინდა ჩემი აი ეს ჩემი ოცნება დავით ხო იცი წინაზე რო გეუბნები არა ეს არის არა იმას ხო თეატრმა დაატრიალო ამას თავი უტრიალებს გაიგე ანუ ამას ძაგ და ეს ტრიალებს რა იხდი და აი უმარტივესია და 45 რომ მინდა ესე. დაჟე მეტი 60 აქვს ბიჭო. 45-ს თან რკინისა ეს. ხე კი არ არის. ბიჭო, რავი 3000 და წინაზე მაჩუქეს ესა ხო იცი ბოშმა მაჩუქა და მეთქი აპგრეიდი რო გამოვა ახალსაც იმენა ვერა მუშ გაჩერებული ვარ რა. ეგ რო არა მაგ გაჩერებული ვარ ეს იცი რა არის შეჩემა იმას ასხავს რა საღებავსას და იმასაც მე მგონი გაჯი ეს ამაზე იდახტო იმას ორივე ეგ არის ის პატარა ის დიდია რა
და ეს არის ვაფშე ეს ეს ამერიკელებს ხონდათ ეს იმენა ღებავს, აი დიდ მასალას, როცა ძვირი იყის. 3000 იყის. მაგრამ ბიჭო, ამერიკულია და ნანახი მაქვს ამისვლები, რომ დედას ისე ღებავს, რომ რა ვიცი, სხვა პრინციპით მუშაობს მე მგონი რა. და ძალიან მაგრა ღებავს, აი უზინან ვაგნერი, ოპერაცია ვაგნერი. რაღაც ახლები არის. ესენი მაქვს რა. არმატურებისთვის კატანკა მავთული არმატურა დაახლოებით 1200 ლარისა იყო. შემდეგ 10 ცალი მეორადი იყო 600 ლარისის აპალოუკისა, მაგრამ ის გამოგვადგება ალბათ ერთი 10 ჩასხმა გამოგვადგება თუ მეტი არა რა. თან რამაზა სუფთად ხმარობს, მოხსნის ხოლმე გარეცხავს, ინახავს, სწორად აწყობს, რომ ეს არ დაიღუნოს. ფიცარი ბეტონიქსმა მოგცა შეღავათიან ფასებში იდეაში. შეგიძლიათ თქვენც ნახოთ, მაგრამ ბეტონიქსის ვიდეოს ალბათ ანაკამდე იყო, ან ეხა ჩავსვათ ქარხანას გაჩვენებს იდეას, სადაც იწარმოება ეს ბეტონი. გაგასინჯებთ თუ გითხრეს და მივალ და გავსინჯავთ, როგორ პირი თუ დამამუწინა, ესე იგი კაკი იყო. დანარჩენი რაც შეეხება აი მოვიშორე ეგ ბეტონები რა, გეფიცე მოვიშორე, ეხა უკვე ამის გალამაზება მინდა რა. დეკომარტში მithქვეს რომ გარე პანელებს მოგცემთო. ზოლები როა, ხო იცი უნდა იმენა გარე, სქელი არის შეჭი. ესენი ზევიდან გრანიტის ქვა გადავაკროთ და იმენა იდეალური იქნება, წესით ChatGPT მითხრა. განა ხო? გამარჯობა. შემოგევლს ხო? გაიხარე, ვალდობა ძალიან დიდი ძმაო. შემოგევლს. აი? კასპიდანს ვიყურებენ. აგი? მიხდი? გაგიგდებ ამ სურათსა. უთხარ მეთქი როგორ ავაწყო და ჩამიგდო ეგრევე. მაგალითად, დიზაინერები. აბა, არჩილა. დაწერე განცხადება წადი. თითქოს ცარიელი მივდივარ და მაგაზე ვყიდები ხოლმე. აგი, წითელი ხე. ეს რა მაგარი, ეს ულარად იმენა მომახომ. გაიგე, შეეჩემეზე. ხის ამოსასმელი და გაშპაკოლო მერე. მზა წებოში არეული, ფხვნილი ხისა. ორი ლარი იაფად აყვიდო. როდაგაზის ერთი წელი კიდე მე მაქვს ზევიდან შეჩება. ეს კუპრი რა არის? ბიჭ, ამას კაშტანი ხო არის? თქო ეს ჩემი ფერი ხო არის კაშტანი რა? რასაც ხო? ეხა უნდა ვიღო სხვა. იქნება სხვაც კარგი არის რა. მართლა გეუბნე, აი მე ხმარობ ხოლმე კაშტანი, აი ეს ამას ხმარობ ხოლმე რა. ეს ძალიან არის ხა. ეს არა ბუნებრივია. ესა? აი უფრო ბუნებრივია. დაბა, ტიკი. ეს არის ალტაქსის. ნახოთ. ოპა. ეს არის მამა ძაღლი. მაღალი გამომავლობა. ეს არის მეტალიკ, ემალი. რას ქვია ემალი? ემალის ისა. ოქროსფერი? ზოლოტა. ხო და რა? ხა რაღაცა უნდა შემაღებინო. ეს რა არის? ამას ატოზე მეტალიკ. ეს არის იგარე მეტალიკ. აი ეს არის კიდე მაგარი. სტიკერებს ხსნის. ეს რა არის? ტყავის სამში საღებავი ტყავისთვის შემაშავე. ოი. ეძებ და ბოლოს მაინც რაღაცას პოულობ. ესე იგი, სახში გადაწყვიტე ბეტონის ჩასხმა ერთ დღეში. არ ვაპირებდი და კომპანია დამიკავშირდა ბეტონიქსი რა. და მithქვეს რომ რამდენიმე საათში ჩავასხავთო. რამაზან მეუბნება ხოლმე ამასა 1-2 კვირა უნდა მინიმუმო რა. ხო და ალბათ მარტოა მაგიტო რო ზილავს ხოლმე მარტო ვერ იმაშველა. მოკლედ, აქ ამის დასხმას ვაპირებ, ძალიან დიდი რაოდენობით ბეტონი, მითხეს ბეტონი იყო და წეროთი ვერ შემოხვალთ მეთქი და წერო არ გვინდაო, უამრავი ტექნიკა გვყავსო, რომელთაც შეგვიძლია რომ მიუდგეთო სხვადასხვა. ეს არის სტაციონარი რა.
ესეთი არის პომპა, აქ ბეტონმეშალკა მოვა ჩაასხავს და ზუსტად იგივე რაოდენობას ასხავენ, რაც გჭირდებათ რა. აქედან ესე მოდის ტრუბით, იქითკენ უნდა ჩავასხათ. მოდით და თუ აქეთ. სხობე ხომ შეიცვალოს. აქ მიწა გადმოდის ხოლმე რა, ეს დიდი მანქანები დადიან და აქ დიდზე ვასხავთ მთლიანად. ესენი აბალოკები გააკეთეს სხვებმა რა. აბალოკები მთლიანად დაждდა ეხა გაჩვენებთ. რამაზას გაკეთებულის გარდა 3500 ლარი. აბალოკები ჩასხმა ისა და მოხსნა მე. ეს არის აქა. ეს დაიქცელა და ეს უნდა ჩაასხა. ანუ იდეაში ჩასხმა გასწორებად შედის რა. აქა მოდი დავით კაიფასი არის ეგა რა. ეს ტერასას რო აკეთებ. აქ მთლიანად აქ არის 40 მეტრი აქედან და იქით. იქა და ის იქით რამაზას გაკეთებული არის. მეგაშიც. და აქ ეს ღობე რა. აქ ღობეც უნდა ჩაისხოს, აქ მიწით რომ უნდა გასწორდეს, იქ ზევით იქნება. აი აქ ჩაისხება ღობე რა. ეს დაждდა 300 ლარი თავის გაკეთება, თავის მასალის მოტანით, ყველაფერი აბსოლუტურად ჩასხმით, მოხსნით, კარგად დაფშვიდობებით. ბეტონი ბარტერი არის. ბეტონი ბარტერი არის. ბეტონიც მაგრამ შეღავათიანი ფასი აქვს იდეაში რა. ყველანაირი ტექნიკა აქვს, რთულ ობიექტებზე მუშაობენ. ორი ლოკაცია აქვს თბილისში, იარაჯული და ბელიაშვილის ლოკაციაზე არის. გვაქვს ქარხნები აჭარაშიც არის ქარხნები. ანუ ლოკაციები ისე აქვს, რომ მარტივად მოდის ბეტონი რა. კიდე რამე ინფორმაცია ხო არ არის, რაც უნდა გითხრათ. შეიძლება ნუ პომპები რო ყავთ და რომ ემსახურებიან რთულ ობიექტებს, ეგეც გითხარით. ეს არის რამაზეც ყოფილი. აი, ნახე როგორ ლარშია გადამაგრებული კოხტათა, ნახე რო გახედავ, გაახედე. ეს არის რამაზეც ყოფილი. აბა ეხა იმას გახედე, აბა. ამას გახედე, აბა, აი ცოტა არ მომწონს, იქიდან ცოტა სისწორე. მაგრამ აქ რახან მიწა ეყრება, კაი. აბა, ხალხმა შეაფასოს, ეგეც კაია? ო, პულია გადახდილი ეხა. ეს არის უფასო, ეს არის ფასიანი. ერთი და იგივე არის. ხოდა. მოვიდომა ჩავასხათ. ეთი 20 კუბი ბეტონი მაინც გვინდა აქ რა. ხოდა. აქ მე ვეთქვი რომ თუ დამრჩა მეთქი, ის არ გამოჩენილა. რახან ვიწრო ადგილია ქუჩაზე. დიდი პომპა ვერ შემოდის, ის ვერ შემოდის და ანუ პატარა პომპით ვიწროდ ჩააყენეს და აქედან გამოვიდა შლანგი. იქიდან დავიწყებთ, ჩავასხავთ, მე აქ ჩაიხსნება. ამას და უბრალოდ იმას და ამას ჩავასხავთ და მე კიდე ჩაიხსნება და იქითაც ჩავასხავთ. ესეც არის აქ, ეს დამავიწყდა. ეს არის. ეს რო ჩაისხმევ აქ. აქ ეს ბეტონი გადაესხმო და შუშით ფანჩატური გაკეთდება. კალასავით არა. დიდრული ფანჩატური. აქ ესე ორი დიდი კიბე იქნება შუაში დიდი იმითი, მცენარეებით და რაღაცით, აქედან ახო, ეს კარები და მე ხა აუზის კომპანია რომ მომწეს. აიწყო ცხოვრება ამ კეთილ ხო იძახით და მართალია. აუზის კომპანიისთვის მინდა აიქ აუზი, კალამკი გააკეთა. აქ ღობე იქნება. ღობესთან რომ მივაბჯინოთ ხო? ხო, ეგრე ჯობია, რო აღარ დავკარგო ადგილი. ესე, აქა და ცოტა ესეთი რო იყოს და აქედან ამოხვალ რაღაც იქ გადახვალ ფანჩატურში, აქეთ საშეზლონგეი. მაგიდეს. ხეს არ ავჭრე, ხე იქნება დარჩება წყალში ამოვა ეს ხე. უფრთხილდები მე გარემოს. აი, ესეთი აუზი თუ გაქვთ, რომ ხეებს რო ავაცილოთ და ისე ჩავდო, იმიტომ რომ ხე ძალიან მიყვარს და სიმწვანე. ხოდა. ეხლა ვდებით ბეტონი მოვა 4 საათზე რა. გერმანული დროით ამუშაობენ, მეთქი. ეს წაც ხო დააგვიანებენ მეთქი, ორამდე გაუჭიმავ ძილსამეთ და 12 საკლა 10 წუთი მოდიანო, 10 წუთში მანდიქნებიანო, წამოხდი. ჯარის სისტრაფითა ეგრევე. თან სერვერზე ჩეთერი არის, მაგის დედა ხანისა. არა უშავს. კიდე რა გვინდა? ბეტონს ქარხანასაც გაჩვენებთ, მავიკოთხით გადავიღებ. ქარხანასაც გაჩვენებთ, მე რა პრობლემა არის არა? რანგო ისინი ხო ის არის. იღებ დათო. ჩვენ ხა ვიმყოფებით, ალბათ მიხვდით სასადილოში. ყოჩახ სწორად გამოიცანით და ვინც სწორად გამოიცანით, სად ვიმყოფებით, თქვენ ბეტონიქსისგან დიდ პომპებზე, იდეაში იქით რო პომპა დგას, დიდ პომპებზე 25%-იანი ფასდაკლება გაქვთ. საეჭვო პრომოკოდით მიხვალთ ბეტონიქსთან და დიდი პომპა ვისაც გჭირდებათ, იმ პომპაზე 25%-იანი ფასდაკლება გექნებათ. მეტი რა გავაკეთო. რაც შეეხება თვითონ ბეტონიქსს, მიდი დაცალე და გამოვალთ ჩვენც. ორი ლოკაცია არის თბილისში და ეს არის მოსკოვის გამზირზე და მეორე აქ ბელიაშვილზე. ხო ბელიაშვილია დათო ესა.
ოჩახ. ყველა თბილისის ყველა წერტილს უდგებიან. ფასდაკლებაზე გითხარით, დანარჩენი თავისი ლაბორატორია აქვს, მიდიან და ადგილზე იღებენ ნიმუშებს. აქ მეორე ლაბორატორიას გაჩვენებთ, ან სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება ნიმუში, თვითონვე ამოწმებენო, რამე ხაია არ იყოს და მე უკვე ოფიციალურ ლაბორატორიიდან მოდის, სერტიფიცირებულ ლაბორატორიიდან მოდის პასუხი ბეტონზე, ანუ მაგ მხრივ რომ რამე ძმა ბეტონი ცოტა ჩამისხა, ეგ არ არის. იმიტომ რომ მე მიყვარს ხოლმე კლიაუზნიკომა, ბოლომდე ვეკირკიტები ხოლმე, რასაც ხარ, სადაც ხარ, როგორ ზილავ, რატო ზილავ, მოკლედ ის უტყავ ხოლმე. ხო და ამ შემთხვევაში ეფრუ, ხო და ეს მანქანა მოდის ნებისმიერი სირთულის ბეტონის ჩასხმა შეუძლიათ ნებისმიერ ლოკაციაზე წეროები, პომპები, მომპები დანარჩენი რაც შეეხება იდეაში აქ ორი ცალი ბეტონის ჩამომსხმელი არის კიდე და ის რას ეძახიან არ ვიცი მაგის სახელი ჯანდაბა დამავიწყეთ ყვა ძალიან დამაჭირა მზე მაგრამ ასევე დასავლეთში არის სამი ლოკაცია, საიდან შეგიძლიათ რომ ბათუმის მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა და ამ სამი ლოკაციიდან ბეტონიქსიდან წაიღოთ ბეტონი, იმიტომ რომ მე არ მოგედავებათ რომ ბეტონის ხარისხი არ გაძმა, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველანაირად სერტიფიცირებული და დაცულია. დანარჩენი ჩემი ბეტონი აქედან წამოვიდა, გაშრა დედის რაკი. კვადრატი რამაზამა ეს ხელი მოკიდა. მეთქი რამაზე რა ხდება ბეტონზე? რა თქმა ლაბორატორია რამაზას მოკიდა. ეს გააკეთა. ეს თუ გააკეთა მაგას ლაბორატორია აღარ აჭირდება. რამაზამ თუ ეს აქ რა კათარი. იმერულად თუ გადაუსვა, ესე იგი იდეალურად არის. დანარჩენი 25% ფასდაკლა ხო თქვი? ხო. ყოველთვის გახსოვთ, თუ ბეტონი გინდა, ბეტონიქსი. მაგდენი კუბი ბეტონიც არ მოუციათ ეხა, შემაქ როიალი დავჭდე. ბეტონიქსი. აი ხო, ხუმრობ. ისე თავის ძროზე ან საშუალო უნდა გამეკეთებინა, ან ბეტონის მანქანა უნდა მეყიდა, ბეტონის მანქანა უნდა მეყიდა მე მგონი. ესენი ვიყიდა აი ხელები იყვნენ ბიჭო. აი ესენი დათო. წინაზე ხო გახსოვს ამ ხელები იყვნენ და როგორ გაიზარდნენ. ამას წავაჭრით, ცალკე ფესვებს გამოვტა და ამას წავაჭრით და ესე დავაყენებ. ამას ეხა ფორმა მივეცით რა. ამას ჩაისხლება, ნახე ეს როგორი ხის ფორმა აქვს, სწორი არის. ეს ჩაისხლება და აქ ტოტებს დავტოვებ, რომ ბუჩქი გაიკეთოს. ამებსაც გადავჭრი მე რა. ადრე ჭირდა ხოლმე წვავდა მზე და ეხა მოძლიერდა ცოტა და აღარ აწვავს. აქ ამაკ სათესლე მეუნეობა, აქ იმასშვები, აქ ვამრავლებ რომ მე გადარგვისთვის მზად იყოს. ესენიც მაქვს ეხა სამი ცალი. ისინი კახელებმა რომ მომცეს კაიფაში 40 თუ 50 ესენი რიგრიგობით რო ჩავრგე. ესეც გავსხალი ხა და ისე გაძლიერდნენ ძალიან კოხტაც არის. იქაც ხის ღობეს გავაკეთებთ, მე გაჩვენებთ. ეს ძალიან მომწონს კიდე ზიადამ გამოუშვა ჩემსკენა. ეს ულამაზესი არის რა. აი იმენა. უშნო კედელია და ეგრევე ფარავს რა. შემდგომ აქ ვიდეოები გადავიხომი ჭამის. აი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს კაცი გააცემა. ხო და ეხლა აქ არის ალბათ 80 მეტრი ბეტონი აი ამ სისქეზე რა. და შეფუთვა და ის დაჯდა 3500 და ბეტონიც ერთი 3000 ლარი დაჯდებოდა რა. ეხლა ვნახოთ ბეტონი რომ მოვა, კოზი მაქვს აქ. ორი კოზი უნდა გავშინჯო, გაიგე. მე გემოთი ხვდები იმასა რა. აი ხარი იყო ბიჭო, ხარი რას უშვება ხესა მაგიზე. აი ესა ძლივს გავზარდეთ, სწორე რომ ამოსულიყო ორი ტოტიდან დავიწყეთ. სახლის ალუჩა არის ესა დათო. და ეს ამინდო ესე ზუსტად თავი ვყანო რომ მზე რო ზენიტში იქნება ჩრდილს იქ მოგცემს რა. რაც კარგი არის. აქეთ წალკოტი მაქვს ისეთი რომ კალასავით არა გაშლი რაღაცა არა. მე მიყვარს ხე. ეხა აქაც უბალახი მოითესება ესე. სახლ-მანქანაში დავალაგე ყველაფერი, კაბელები ისა. ხო, აბა. კამერის გარეშე რატო? ნერვები არ მეყოფოდა შეჩემა. თან ვიდეოს გადაღების მომენტში? აი მე საიდან ვაძურნე ის კაბელები პოზიციური. წამოგაჩვენებ თუ გინდა რა. ესე საფია ესენი გავიყვანე აქედან ეს წამოვიყვანე ეკოფლოუ აქ დავაყენე. აქედან გამოვიყვანე ეგ და ხო ის თქვენი. აქ რა წوار დააყენე. რა? ეგ პანელი. მონდრაც მინდა. ოდულოს რაც კაცკა. მან ნახე, მან სულზე უდგება, ფანჯარად ღია ექნება. ვიცი და ეკრანი არ გაებანძები. აი ხაი ნახე.
ვიჩნათ რომ ღია გექნება, მან სუმზე იქნება და აქა რა გინდა დათო? აქა ისე არის რომ როგორ გითხრა ბა ესა, როგორც გინდა. ეს გამოწევ შევა. აქა ყველაფერი მაქვს, აჰა. აი. აბალი, კაი ბიჭო, ნუ აჩვენებ ძნელსა განიბეთ. დასალაგებელია. აჰა, აი, ნახე. სად რა გინდა, როგორ გინდა, ჩასწე. დასატენი არის ეს რა. ეს გაიმუშავებს. ეს გაიმუშავება. ამის ის ავაწყე დასატენი. ესეც ჩავსვი ახლა კოხტათა. ეს ამის დედა ვიდეოები მეც ავნახე და თუ. ამის დედა ერთ-ერთი კაი ისე რო ახლა თუ რამე გამოაძრობს შეჩემა და დიდი ხანი არ გიწევს მაგის ჩართვა. ის აო. სახლებში დაყენებული. ის ალბათ სუმოშებული ქონდა და გაუკავა მერე რა. აქ არის ეს რო არ გჭირდება გათიშა ყველა. ეს ისა აქ მოვიტანე. ეს ამის კონტროლი. პულტიც კი აქ, მაგრამ აქეთ მოვიტანე რა ამაზე. აქ ხო გძინავს და აქედან გინდა ეხა. აქ თუ ხარ აქედან ისეც ჩართავ რა. ხო. იქ როცა წევხარ ეხა იქიდან რომ გინდა კომფორტულად ძე რა. ხო. მე მგონი კაი გამოდის. ესა ჩემი წებოცემენცა რატო იყენებენ ვაფშე ვერ ავხვდები მართლა გეუბნები. აი იმენა რა ვიღაცები უწერდნენ იქა რომ ეხა ჩამოვარდება მაგა რომ ეხა ამის ჩამოგდება რომ მინდო ეს ხიანად უნდა ამოუჭრა. აი ეს კაბელი აქ შევიყვანე. აქედან გამოვატარე შეჩემა. და აქ ჩამოვედი, აი. აი ეგ როგორ ხელი? ეს დავშალე. ჩამოვხსენი, აქედან აქ მოვედი. მე აქედან ნელა მათ ნერვოზი მაგას ვერ გადავიღებ, მე ნერვოზი იყო. ხოდა. ისიც ავაწყე ბაკი. აჰა. მე ჟავე ვიყიდე. და ხანტიგით ხანიმით იცადე და მე გავშკუკე ძალიან იყო შიგნით ძალიან ბევრი ფუფხი გაიკეთა და აქედან ეხა კარგავ ხენ და ეხა ამებს ცაკ ამას დავამაგრებ ძირს შემოასალკებ მე ჩავასხავ წყალსა და საიდანაც გაზვერავს მოვნიშნავ და იმებს იმას ვიდავ რა სხვანაირად ეხა ამის აწყობა არ ვიცი მე რა იდეა მქონდა ისე აბა სილიკონით რო შიგნით სილიკონი წავუსვათ ანუ ზევიდან დავახურებდი მე ხო და შიგნიდან ამოусმევდი მე სილიკონს რა ამაზე ისმენდა და საქართველოში ისინი იყიდება ლეველები რო გავთვალოთ წყლის ლეველი მაგალითად რა არის საქართველოში არა ჩინეთი თემუ პირდაპირ გაიგეს ჩვენ უთხარით რომ იქ წინ მოუხვიო და ამათმა გაიგეს წინ მოუხვიეთ ყველგან მოვალთო და ნახე ბიჭო დავით ხوار დავეჯახო და ჩავარჭო ბოლომდე ბარემ რო დავეჯახო და ჩავარჭო აი ლურსმანი რო თავს რო უკაკავენ ხო აი რო დავასრულოთ რა მიდი შეშევა დატესტავ და ას გავტესტავ შეჭი ის ტრაკ ეგ აღარ მითხრა მეორე თორე შემიდე ან პროსტა გამოატარე შეჭმა გადაგიარა აი რამაზა თავისი ურიკით რო დადიოდა ბენზინავდა ხოლმე ასად არ ჩავარდნა გადავიდა და დაასხავდა სადოთ იქნება ამოვარდეს არა ქვია ჩუჩუაზე ან 12-ზე აღარ აი და გამოვა რა ჭირავას ამოიყვარს არა რასამი არ არის ყველაფერი ჯო რას დატკა ყველაფერი აფარებს ხوار ჩავთავ ამდენ და რა გავაკეთო მეტი გარჩე ეს მეორე მძღოლი მოვიდა რომელსაც რო დაუბა გამოიქნია აქ და აქ დო ეგრევე მანქანა მასწა გეუბნები მოვიდა ყველაფერი წყანად არის ეხა ბეტონის ჩაწუწვას დავიწყებ და ტრუბებში განაზის ტრუბებში გატარებას ეს გამათხელებებს ასხავენ? აბა წყალი ხო არ იქნება? არა სპეციალური გამათხელებელი არის ხო თო წყალი ახაც გვაქვს მაშინ იმას ჩავასხავთ ავის გამოიწი აქეთან
გამოუშვას ახლა რა. ნელა რა ხო უნდა წამოიღოს წნევა. ვერ გამოუშვას. გიტას. ქართულია. ეს არის ვიბრატორი რა. კაიგე, იცის ეს ფუფხები აღარ აქვს, ჰაერები. ჰაერებს გამოდევნის. მიმდინარეობს ხმა თუ რელიეფზე. ყველა ნერვებზე ზის. არა ის არის. მე ვარ გადმოსული. შევთქვა როცა მე არაფერს არ ვაკეთებ და სხვები, მაგრამ მე როგორ არ ვაკეთებ? მე მუხტი, აბა ბეტონი, აბა ჩავას, აბა ორი კაცი აქედან, აბა გადავიტანეთ, აბა გადმოვიდეთ. ჩემი ნერვები არავის არ აქვს, გაიგე? ბავშვები რო დადიან ხო, მე და შენ ერთად ავართ. არ შეიძლება არც მე არ ვიცი. ჰა? აი თითი რო გავიჭერი. აქა სვერთან დედის ტრაკი იყო თან ეს ახეთი. ხა მართლა გეუბნები? არა. მე გაუშვი ნუ კიდევ. ძალიან რთული მდგომარეობა, ბეტონი ქვედა მხარეს მოვჭით. ეხლა დარჩა ეს მისაღები. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით ზუსტად აი წამოვიდა ბეტონი, წამოვიდა. ეს აქაც მოშნად წავა რა. აქ ერთი 4 კუბი არ წავა. მეტი წავა. მაშინ დაგვაყდა ბეტონი. ზატო რიხინით მოდის, ახლა გადასწორდება კაი არის. ახლა და იქაც ბევრი წავა რა. იქ 5-6 კუბი. და იქ წავა ტონა ნახევარი.
მაგრამ მე არ ნერვიულობ, იმიტომ რომ ბეტონიქსი პროფესიონალთა გუნდია და ისინი მიხედავენ მაგ ამბავს. და შენ უბრალოდ ძიხარ და ვიდეოს წერ. მართლა. მოიცა ცხვარი დავკრათ მაგ იდეა.